მადლობთ, გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Innovation-ში. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ ბლახმაიერი და მადლობას გიხდით რომ შემოგვიერთით. დღეს საღამოს ჩვენ წარმოგიდგენთ ტექნოლოგიის საუკეთესო მიღწევებს ისრაელიდან და მთელი მსოფლიოდან. პირდაპირ სტარტაპების ქვეყნის გულიდან. მოდი ჯერ ჩვენს მთავარ სიახლეებს გაგაცნოთ. ეხლა ეს არის მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე დიდი ვიდეო თამაშის ფარული მამოძრავებელი ძალა. სოლო პირველად აწყობს თავის სათამაშო ჰაბს თელ-ავივში და ჩვენ შეგიყვანთ შიგნით. საუბრისთვის განკუთვნილი Google Translate. ეს ისრაელის კომპანია მეტყველების სირთულეები მქონე ადამიანებს აძლევს კომუნიკაციის საშუალებას. და Microsoft-ი გახდა ბოლო ტექნოლოგიური გიგანტი, რომელმაც გამოაცხადა მასშტაბური შტატების შემცირება. თითქმის 5000 თანამშრომელი ტოვებს კომპანიას. დეტალები გვაქვს. ეხლა ძალიან განსაკუთრებულ ისტორიას ვიწყებთ. მსოფლიოში დაახლოებით 30 მილიონი აუტისტი ადამიანი ნახევრად ვერბალურია. ასევე ასობით მილიონი სხვა ადამიანი ცხოვრობს მდგომარეობით, რომელიც მათ მეტყველებაზე მოქმედებს. ერთი ისრაელური სტარტაპი ამ დამოწოვებას უმკლავდება და ქმნის რაღაცას, რაც Google Translate-ს გავს, მაგრამ მეტყველებისთვის. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეხმარება ადამიანებს, ვისაც ვერბალური სირთულეები აქვთ, უფრო გასაგებად იურთიერთონ. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩვენთან ერთად არიან დორ ლევი, ბარბოკის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და ორლი ზივი, ლოგოპედი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ხართ. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, სანამ დეტალებში შევალთ, მოდით ნახოთ რა საკეთებთ ზუსტად თქვენ. კარგი. რა ხდება იომ კიპური? რისი გაკეთება გინდა? Yom Kippuri. Yom Kippuri. მაშ დორ, მითხარი, რა ვნახეთ ახლა და რა საკეთებ სინამდვილეში? კარგი, რაც ცოტა ხნის წინ ნახეთ, ეს ჩვენი სახლის ყოველდღიური მოვლენაა. როცა ჩემს შვილს სურდა ეკითხა, სუდა ეჭამა სადილი და მან ეს გამოხატა შიპუით. შიპუი ებრაულად ნიშნავს ში-ფუ, ინგლისურად barbecue-ს, ხოლო აპლიკაცია მაშინვე თარგმნა ეს როგორც სადილი და შემდეგ მან მიიღო სადილი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ იქ სხვა ვინმე ყოფილიყო, ვინც ამ ლექსიკონს არ იცნობს და ის გააგრძელებდა შიპუის თქმას, ალბათ დარჩებოდა მშიერი და გაღიზიანებული. კარგი, ეს არის ბარი, ჩემი შვილი, 27 წლისაა. ის დარბის მარათონებზე კითხულობს წიგნებს, უყურებს ფილმებს და სურს იყოს ჩვენი ნაწილი, თუ უბრალოდ მივცემთ ამის საშუალებას. სინამდვილეში ბოლო 15 წლის განმავლობაში მე ვიყავი მისი პირადი თარჯიმანი. როდესაც ის მიდის ნებისმიერ აქტივობაზე, მისი ზრუნველები, მასწავლებლები და სპორტის მსურთნელები ყოველ საათში ერთხელ მირეკავენ და მეკითხებიან, ის ამას და ამას ითხოვს, ვერ ვიგებთ. შეგიძლიათ მაშინვე ონლაინ თარგმნოთ. ამჟამად Barbox აპლიკაციით ისინი აღარ მირეკავენ. როგორც ხვდებით, თქვენ თარგმნით თქვენი შვილის საუბარს, მაგრამ როგორ მუშაობს ეს სხვა ადამიანებისთვის, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვს? რადგან ბევრი ადამიანია, ვინც ამას აკეთებს და მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ისე, როგორც თქვენ იყენებთ თქვენს შვილთან. დიახ, როგორც აგიხსნით. სინამდვილეში Barbox-ი არის პერსონალიზებული Google Translate. თუ Google Translate თარგმნის ფრანგულს, ინგლისურს, ჩინურად ან სხვა ენაზე, ჩვენ რეალურად თარგმნით არასტანდარტულ ვერბალურ გამონათქვამებს ბუნებრივ ენაზე. შეგიძლიათ თქვათ, რომ Google სწავლობს ენებს, ხოლო Barbox-ი სწავლობს ადამიანებს. აი სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ. ჩვენ რეალურად ვუსმენთ და ვშიფრავთ თითოეული ადამიანის ვერბალურ პროფილს. და ამის გაკეთებით, ეხლა უკვე შეგვიძლია, როცა რამეს გამოხატავთ, ეს ბუნებრივ ენაზე ვთარგმნათ. ეს დაეხმარება ყველას, მის გარშემო მყოფ ყველა ადამიანს, რომ ძალიან კარგად გაიგონ იგი და ჩვენ არ ვაჩერებთ საუბრის მიმდინარეობას. მაშ, ორლი, მითხარი, რადგან ლოგოპედი ხარ, რამდენად გარდამტეხია Barbox-ი? ეს შეიძლება ძალიან დიდი ცვლილება იყოს, რადგან ის მყისიერია და გადმოსცემს ადამიანის უნიკალურ ვერბალურ გამოხატულებას. ბაზარზე ბევრი AAC, ანუ კომუნიკაციის აპლიკაცია და მოწყობილობაა, მაგრამ ისინი შეიძლება მოუხერხებელი იყოს, რადგან ადამიანებს უწევთ სიტყვებსა და სიმბოლოებში ძებნა, რომ იპოვონ ის, რაც უნდათ თქვან, და ზოგჯერ ის, რისი თქმაც უნდათ, იქ საერთოდ არ არის. ან მათ შეუძლიათ აკრიფონ, ვისაც შეუძლია აკრეფა, შეტყობინება და შემდეგ ის ხმამაღლა გაჟღერდება.
მაგრამ Barvox შეუძლია მაშინვე თარგმნოს ის, რასაც ადამიანი ამბობს, მათი უნიკალური სიტყვები პირდაპირ. ასე რომ ეს აღარ არის ესეთი მოუხერხებელი და ძალიან სწრაფია. საუბრები შეიძლება მართლაც შენელდეს სტანდარტული საკომუნიკაციო მოწყობილობებით, რაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. და Barvox-ით ეს უფრო ბუნებრივი იქნება. მაშნება მომეცით კითხოთ თქვენ ორივეს. რა არის აქ ყველაზე დიდი წარმატება? რას იმედოვნებთ მომავალში მიაღწიოთ? და რით ხართ ყველაზე მეტად ამაყი? კარგი, სინამდვილეში წარმატება. ან ჩვენ ვიქნებით ამაყებით, თუ შევძლებთ მილიონობით ადამიანს დაახლოებით 350 მილიონ ადამიანს დავეხმაროთ. რომლებიც სპექტრის დარღვევით არიან, ან აქვთ ALS, ან აფაზია, ვისაც ვერბალური სირთულეები აქვს, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ცხოვრებაში, იყვნენ საზოგადოების ნაწილი. მათ შეუძლიათ იყვნენ დამოუკიდებლები, ყავდეთ ოჯახი, იმუშაონ, ჰქონდეთ კარიერა. და ერთადერთი, რაც მათ ამის გაკეთებაში ხელს უშლის, არის კომუნიკაციის ბარიერი, ხოლო Barvox-ი ამ ბარიერს აქრობს. და შენთვის ორლი. შემთთვის კი ეს უბრალოდ კიდევ ერთი კომუნიკაციის აპლიკაციაა, რომელიც ძალიან კარგად შეიძლება იმუშაოს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც ძალიან უჭირს სხვა კომუნიკაციის მოწყობილობების გამოყენება. მე მინახავს ბევრი გატეხილი iPad-ი, რომელიც ოთახში ისროლეს, რადგან შეიძლება ძალიან დამთრგუნველი და რთული იყოს ადამიანებისთვის იპოვონ სიტყვები, რომლებითაც სათქმელის გადმოცემა სურთ. და ამ შემთხვევაში ასე აღარ იქნება. ასე რომ აღარ გატყდება iPhone-ები. ეს კარგია. თქვენი შვილის, ბარის ისტორიაც საოცარია. ჩვენ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ, რა თქმა უნდა. Dor Levy, Barvox-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და Orly Ziv, ლოგოპედი. დიდი მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. მადლობა რომ მიგვიწვიეთ. ვიდეო თამაშების ინდუსტრია 1950-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როდესაც პირველი ვიდეო თამაში 1958 წელს შეიქმნა. თითქმის 70 წლის შემდეგ მსოფლიოში დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანი თამაშობს ვიდეო თამაშებს. ყოველწლიურად 50,000-ზე მეტი ახალი თამაში გამოდის და ზოგიერთი მათგანი სწორედ აქ, ისრაელში იქნება. ეხლა მსოფლიოში პირველი ჰაბი, რომელიც მთლიანად თამაშების დეველოპერებს ეძღვნება, უკვე გაიხსნა თელ-ავივში. ამიტომ ჩვენი ფრანგი წამყვანი და კორესპონდენტი კრისტოფერ ბაროლინი თავად წავიდა რომ გაეგო რა ხდება. ეს ინდუსტრია დაახლოებით 189 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დღეს ვიდეო თამაშები უფრო მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს, ვიდრე კინო და მუსიკის ინდუსტრიები ერთად, რაც გეიმინგს მსოფლიოში ყველაზე დიდ გასართობ ბიზნესად აქცევს. ამას ხელს უწყობს ისეთი ბლოკბასტერი ფრანჩაიზები, როგორიცაა Mario, რომლის 900 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. Pokemon 500 მილიონზე მეტი გაყიდვით და Call of Duty, რომელმაც ასევე 500 მილიონ გაყიდვას გადააჭარბა. კულისებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა Xsola. შეიძლება სახელი არ იცოდეთ, მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ თამაშების ეკოსისტემის აუცილებელ ნაწილად იქცა. 200-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კომპანია დეველოპერებს აძლევს ინსტრუმენტებს, რომ გაყიდონ, გაავრცელონ და თავიანთი თამაშებიდან შემოსავალი მიიღონ მთელ მსოფლიოში. ჩვენი კომპანია გთავაზობთ თქვენი თამაშისთვის ინფრასტრუქტურას, გადახდის გადაწყვეტილებებს და სარეკლამო აქტივობებს ჩვენი პარტნიორი ქსელების მეშვეობით. ინფლუენსერების არხების, რეკლამის მონეტიზაციის და სხვა ყველა საშუალების გამოყენებით. კიდევ ერთხელ ეს არის სერვისის მომწოდებელი, რომელიც კულისებს მიღმა მოქმედებს, ასე ვიტყოდი. ეს ყველაფერი თამაშების განვითარებასა და თამაშების ეკოსისტემას ეხება. კომპანია ამბობს, რომ მისი ინფრასტრუქტურა ახლა გამოიყენება მსოფლიოს 100 ყველაზე შემოსავლიანი თამაშიდან 60%-ში. და მან თელ-ავივი აირჩია თავისი პირველი Xsola კლუბის სახლად. 500 კვადრატული მეტრის ჰაბი ისრაელის სტარტაპერის გულში, რომელიც შექმნილია თამაშების დეველოპერებისა და შემქმნელების მხარდასაჭერად. ყოველდღე კლუბი მასპინძლობს რაღაც ახალს. იქნება ეს ღონისძიება, ლექცია, შეხვედრა თუ სალონი სავსე ადამიანებით, რომლებიც იკრიბებიან ამ ინდუსტრიის მომავალზე სასაუბროთ. და როგორ შეიძლება გახდე ვინმე ამ ინდუსტრიაში? ან უკვე არსებულ კომპანიაში დასაქმებით, ან საკუთარი სტარტაპის შექმნით, ახალი სტუდიის დაარსებით თამაშების ინდუსტრიაში. ეს ნამდვილად ის ადგილია, სადაც ყველაფერი ყოველდღე ერთიანდება და ყოველდღე განსხვავებულ ფორმას იღებს. ისრაელის თამაშების დეველოპერების ასოციაციის მიხედვით, ქვეყნის თამაშების ინდუსტრიაში დასაქმებულია 15,000-ზე მეტი ადამიანი და წლიური შემოსავალი დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს. იაპონია ცნობილია ისეთი გეიმინგ გიგანტებით, როგორიცაა Nintendo და Sega. შეერთებული შტატები ბლოკბასტერი სტუდიებით, როგორიცაა Rockstar Games, Grand Theft Auto შემქმნელი, ხოლო საფრანგეთი სიუჯეტზე დაფუძნებული ჰიტებით, როგორიცაა Assassin's Creed და Far Cry.
ამასობაში ისრაელმა თავისი კვალი დატოვა მობილურ თამაშებში. თელ-ავივში დაფუძნებულმა Moon Interactive-მა შექმნა Coin Master-ი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მობილური თამაში ისტორიაში, რომელსაც 300 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს. თამაშები აერთიანებს ორ განსხვავებულ მახასიათებელს, რომელსაც ზოგადად ისრაელის ხალხიც აერთიანებს. ეს არის არტისტული სტილი და გემოვნება, ხო ასეა, უნარი, შექმნა რაღაცა მნიშვნელოვანი და ასევე მონაცემები და ტექნოლოგია. ვიდეო თამაშების სფერო, ხელოვნების, რიცხვების, მონაცემებისა და იცით, შემოქმედების იდეალური შერწყმაა. და ეს კომბინაცია მართლაც კარგად მუშაობს, განსაკუთრებით აქ, რადგან ჩვენ ნამდვილად გვყავს ამისთვის საჭირო ადამიანები. არა მხოლოდ სულით რომ შევქმნათ ეს საოცარი ქმნილება, არამედ გონებითაც, ინტელექტითაც. რომ სიცოცხლე შევძინოთ მას ბიზნესის საუკეთესო გზით. ასე რომ ვფიქრობ, ეს ორი რამე ძალიან კარგად ერწყმის ერთმანეთს და სწორედ ეს ხდის ისრაელს გამორჩეულად სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგრამ რიცხვებსა და თამაშების მიღმა ადამიანებით განან. დეველოპერები, რომლებსაც აქვთ იდეები, ამბიციები და შესაძლოა მომავალი გლობალური ჰიტებიც. ასე რომ Digital Combat Academy ქმნის სასწავლო ტექნოლოგიებს იმისთვის, რომ გაწვრთნას. მისი სრული სიმულაცია ჯარისკაცებისა და ტაქტიკური დანაყოფებისთვის, რათა მათ გაიწვრთნან გონება და კოგნიტური უნარები. როგორც Call of Duty-ს თამაში, მაგრამ ჯარისკაცებისთვის, რომელიც მათ საბრძოლო გამოცდილებას აძლევს უბრალოდ ვიდეო თამაშის თამაშით. ძირითადად მე ვარ ტანკის ასეულის მეთაური ბოლო 20 წლის განმავლობაში. ომებში ვიბრძოლე. ასევე ჩემი ყოველდღიური სამუშაოა თამაშების პროდუქტის მენეჯერი და დიზაინერი სათამაშო კომპანიებში, როგორიცაა Playtika და Superplay. ამიტომ ვცდილობდი მიმეხო პროდუქტი, რომელიც შეძლებდა ჩემსა და ჩემს ჯარისკაცებს გვევარჯიშა ისე, რომ არ დაჭირვებოდა ველზე გასვლა, დროისა და ვაზნის დაკარგვა და საკუთარი თავის რისკის ქვეშ დაყენება. ასევე სისტემა ანალიზებს ყველაფერს, რაც მათ გააკეთეს და აძლევს მათ ქულებს გადაწყვეტილ ადგილების მიღების, კომუნიკაციის, სწორად და არასწორად გაკეთებული ქმედებების მიხედვით და ეხმარება მათ გაუმჯობესებაში რისკისა და ხარჯების გარეშე. თამაშების ინდუსტრიაში, როგორც ბევრ სხვა სფეროში, მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის. წარმატებული თამაშის შექმნას სჭირდება დრო, დაფინანსება, გამოცდილება და მხარდაჭერა. სწორედ ამას ეძებენ ბევრი დეველოპერი თელ-ავივში, Sola Club-ში. ყველა ადამიანი, ვინც აქ მოდის, ერთობლივ ოფისში მუშაობს, თითქოს WeWork-ის სტილივითაა, მაგრამ ყველა მათგანი თამაშებს ავითარებს. მაგალითად, იქ არის ერთი ბიჭი, რომელიც უბრალოდ ამბობს: "გამარჯობა, შეგიძლია ჩემს თამაშს შეხედო? რას ფიქრობ? მინდოდა ეს გამეკეთებინა. რა სიტყვი?" და მე ვპასუხობ: "მე უკვე 10 წელია თამაშების ინდუსტრიაში მუშაობ. მე მივეც იმას, რამდენიმე რჩება და ის გაითვალისწინებს მათ ალბათ, იმედია და შემიძლია მისი პროგრესის შემდეგ ვნახო. ეს უბრალოდ მეგობრული დამოკიდებულებაა." თუ აქედან არ მუშაობდით, ის ამ უფასო უკავშირს ვერ მიიღებდა და მე მას ვერ დავეხმარებოდი. ასე რომ, ეს ერთგვარი საერთო თანამშრომლობა იმავე განსაკუთრებულ. თამაშების სფეროში, რომელიც ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა თემისგან. სხვა არაფერი, ეს არ არის ფინტექი, ეს არ არის კიბერუსაფრთხოება, ეს არის განსაკუთრებული ნიში, რომელსაც მხოლოდ თამაშების სფეროს ადამიანები ესმით რაზე ვსაუბრობთ. თელ-ავივის ლოკაცია არის პირველი X Solaris კლუბი. ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ ეს გლობალური ქსელის დასაწყისია. იდეა რა თქმა უნდა გლობალურია და იდეა ასეთია. უბრალოდ წარმოიდგინეთ მაგალითად სოციალური ქსელი, რომელსაც ფიზიკური ლოკაციები აქვს იმაგრებული, ხო ასეა? ამიტომ იდეა ისაა, რომ ადამიანები იყენებენ ციფრულ პლატფორმას დასაკავშირებლად რაღაცების აღმოსაჩენად, მაგრამ შემდეგ ისინი მიდიან ფიზიკურ ლოკაციებში და ერთმანეთს ხვდებიან. და თუ მოგზაურობ და კლუბის წევრი ხარ, მაგალითად თელ-ავივიდან ნიუ-იორკში მიდიხარ, იქ კლუბში მიდიხარ და შესაბამის ადამიანებს ხვდები. და ყოველთვის იცი, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა წახვიდე, გეიმინგის ხალხი ყოველთვის ხვდება ხორა კლუბში. და ჩვენ საკმაოდ სწრაფად ვიზრდებით. და უკვე კიდევ რამდენიმე ლოკაცია გვაქვს დაგეგმილი, ესე რომ მომავალ წლებში ამასთან დაკავშირებით ბევრი დიდი სიახლე იქნება. ქვეყანაში, რომელიც უკვე ცნობილია თავისი წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემით, ვიდეო თამაშები ინოვაციის ახალ საზღვრად ყალიბდება. უნიკალური ჰაბი აქვს ისრაელში. ეხლა, როდესაც რეკორდული სიცხის ტალღები საფრთხეს უქმნის მოსავლებსა და საკვების მარაგებს მთელ მსოფლიოში, ერთი ისრაელური სტარტაპი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არც უკ დიდი სარწყავი სისტემებია და არც მეტი ენერგია, არამედ ზედმეტი სიცხის კოსმოსში გაგზავნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მინდა მივესალმო საგი შენგმანს. თქვენ ხართ Cooling Crops-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ასევე ტექნიონის კურსდამთავრებული. გამარჯობა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მადლობა რომ დღეს სტუდიაში მოხვედით. გამარჯობა LinkedIn, მადლობა მოწვევისთვის. ასევე გყავს ამით ოსტრიხერი. თქვენ ექსტრასიდან ხართ, მაგრამ თქვენთან მალე დავუბრუნდებით. მაშ საგი, თქვენით დავიწყებთ, რადგან ამბობთ, რომ იპოვეთ გზა, როგორ გააგრილოთ მოსავალი ზედმეტი სითბოს კოსმოსში გაგზავნით. როგორ მუშაობს ეს ზუსტად? ზუსტად ესეა. არსებობს ფიზიკური კონცეფცია, რომელსაც ეწოდება რადიაციული პასიური გაგრილება, რაც ნიშნავს, რომ თუ მუშაობთ სპექტრის კონკრეტულ დიაპაზონებში, შეგიძლიათ სითბო მთლიანად კოსმოსში გააგზავნოთ. შეგიძლიათ აირიდოთ სათბურის ეფექტი და რეალურად დაეხმაროთ ტემპერატურის შემცირებაში. და ჩვენ მუშაობთ ამ ელემენტზე, რომელიც უკვე გამოყენებულია სატელიტებში და შენობებისთვის სხვადასხვა ტიპის საფარებში. და ჩვენ მას ბიოლოგიაში ვიყენებთ, რათა გავაცივოთ სცენარეები და ნიადაგი და დავეხმაროთ ფერმერებს მიწის დეგრადაციისა და თერმული სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ტექნოლოგია უკვე არსებობდა, მაგრამ ეხლა მას სოფლის მეურნეობის სექტორში იყენებთ. ზუსტად ესეა. ჩვენ ვიყენებთ უკვე არსებულ ფიზიკას და ვახორციელებთ მის ადაპტირებას ახალ ფორმულირების კონცეფციაზე, რომელიც ბიოლოგიას ეხმარება სიცხის სტრესთან ბრძოლაში. და რამდენი გრადუსით ამცირებს სიცხეს? ჯერჯერობით ჩვენ გამოვცადეთ იგი ლაბორატორიულ და საველე ექსპერიმენტებში და მივიღეთ ტემპერატურის 2-დან 6 გრადუსამდე შემცირება, რაც სცენარეებისთვის კრიტიკულია. ეს შეიძლება იყოს განსხვავება დამწვარი ფოთლებისა და ჯამრთელი მოსავლის შორის. ანუ მუშაობს ეს ყველა კულტურაზე. თუ ზოგიერთი მათგანი ამ ტექნოლოგიისთვის უკეთესად არის შესაფერისი ვიდრე სხვები. თეორიულად ეს შეიძლება ყველა კულტურაზე იმუშაოს, მაგრამ ამჟამად ჩვენ კონცენტრირდებით მაღალღირებულ კულტურებზე და მათზე, რომლებიც ყველაზე მეტად მგრძნობიარეა სიცხის სტრესის მიმართ. ამის გარდა ჩვენ ასევე ვამიზნებთ ევროპას, რადგან ევროპაში საჭიროება ძალიან გადაუდებელია, როგორც ახლა ვხედავთ სიცხის ტალღების დროს. ასე რომ ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმ კულტურებზე, რომლებიც ამ რეგიონში უფრო გავრცელებულია. დიახ, რადგან სიცხის ტალღების პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ასე რომ ამჟამად რამდენად მწვავედ გჭირდება თქვენი ტექნოლოგია? დიახ, ესე რომ ჩვენ ამას გრძნობთ. გრძნობთ, როცა გარეთ გავდივართ. გრძნობთ სუპერმარკეტში ფასებშიც, რადგან მოსავლიანობა იკლებს. ამის საჭიროება საკმაოდ მწვავეა. ჩვენ საუბრობთ გლობალურ საგანგებო მდგომარეობაზე, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას ეხება და სამწუხაროდ საკმარისად არ განიხილება მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გამო. მაგრამ საბოლოოდ ამას ჩვენს ჯიბეზე ვგრძნობთ, ფერმერებიც საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ და გამოსავალი დაუყოვნებლი უნდა ვიპოვოთ. როგორც ჩანს, თქვენ უკვე იპოვეთ გამოსავალი, ასე რომ ვიმედოვნოთ, რომ სწრაფად შეძლებთ მასშტაბირებას. საგი შანკმანი, თქვენ ხართ Cooling Crops-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი. მადლობა, რომ ჩვენთან იყავით. მადლობა, ლინ. ეხლა წარმოიდგინეთ Tinder-ი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს პაემნებზე დააკავშიროს, ის აკავშირებს ბიზნესებს და მუშებს, რომლებიც შემდეგი ცვლის ძიებაში არიან. სოფლიოში, სადაც დამსაქმებლებს სასტრაფოდ სჭირდებათ თანამშრომლები და მუშებს სურთ მეტი კონტროლი საკუთარ დროზე, ისრაელის სტარტაპი Extras თავიდან განსაზღვრავს, როგორ მუშაობთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ახლა ჩემთან ერთად არის ამით ოსტრიხერი, თქვენ Extras-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხართ. მითხარით, ეს პირადი გამოცდილებიდან მოდის. როგორ გაჩნდა ეს პლატფორმა? წლები მუშაობდი ღონისძიებების ინდუსტრიაში. მუშაობდი კეთერინგისა და პროდაქშენის კომპანიებში, ფრილანსერი ვიყავი და ამას დამოუკიდებლად ვაკეთებდი. და 2014 წელს სასწრაფოდ ვეძებდი მუშახელს. და ვფიქრობდი, რატო არ მაქვს ღილაკი, რომელსაც რო დავაჭერ, ყველა ჩემი მუშაკი მოვა. ამიტომ შევქმენი ეს ღილაკი. დიახ, თქვენ შექმნით აჟიოტაჟი. მაიშ, რა ტიპის ინდუსტრიებშია თქვენი პლატფორმა აქტიური? ჩვენ დავიწყეთ ღონისძიებების ინდუსტრიაში, რა თქმა უნდა, და ღონისძიებების ინდუსტრიაში მუშაობდით 2020 წლის მარტამდე, სანამ COVID-მა არ დაარტყა. და პირველ каранტინში ჩვენ დავიწყეთ ხალხის გაგზავნა სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მთელი ისრაელის მასშტაბით. შემდეგ გადავედით ლოგისტიკაში, საცალო ვაჭრობაში, ბექ-ოფისში და ადმინისტრაციაში. ჩვენ ვასრულებთ ბექ-ოფისის სამუშაოს ხანდაზმული ადამიანებისთვის და არა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომხმარებელთა მხარდაჭერისა და მსგავს სამუშაოებს ეძებენ. და საჭიროებისამებრ, კვლავ მუშაობთ ღონისძიებებისა და სტუმარ მასპინძლობის სფეროში. და გგონია, რომ რადგან ეხლა ზეთაობა შემოდის, მე არ ვაპირებ გავაკრიტიკო მათი შრომის ეთიკა, მაგრამ უბრალოდ ვამბობ, რომ შეიძლება მათ უფრო მეტად აფასებენ მოქნილობას. ბევრი ადამიანი გათავისუფლდა ალბათ ხელოვნური ინტელექტის ტალღის გამო, რომელიც მოდის. ასე რომ ხედავ ადამიანებს, რომლებსაც უფრო მოქნილი სამუშაო საათები სურთ. და სწორედ ამიტომ იზიდავს ხალხს თქვენი პლატფორმა. ეს არის ის, რასაც ჩვენ თავაზობთ. ჩვენ თავაზობთ მუშებს მოქნილობას. ისინი მუშაობენ როცა უნდათ, შეუძლიათ იმუშაონ ყოველდღე, კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ, თავარია რომ მოვიდნენ სამუშაოზე.
X-ი იყო ექსპერიმენტი, მე X თაობას ვეკუთვნი და როგორც ვთქვით, იცით, ბევრს საუბრობთ ახალგაზრდა თაობებზე და ვამბობთ, რომ ისინი ზარმაცები არიან, განებიურებულები, რაც არ უნდა იყოს. და როცა მათ ეკითხებით, ისინი ამბობენ, რომ ზარმაცები ვართ, განებიურებულები ვართ. არა, ჩვენ კარგი მუშები ვართ. უბრალოდ არ გვინდა თქვენს პირობებზე ვიმუშაოთ. ჩვენ გვინდა ჩვენი პირობებით ვიმუშაოთ. უბრალოდ იცით, დღეს სამშაბათია, 2 დღის წინ ჩვენს ოფისში თანამშრომლებთან საუბარი ჰქონდა და ერთი თანამშრომელი ამბობდა: შეგიძლიათ უთხრათ კლიენტს, რომ მართლა ძალიან მინდა იქ მუშაობა, მაგრამ უბრალოდ არ მინდა კვირაში 5 დღე ვიმუშაო. მომწონს, როცა იქ კვირაში 3 დღე მუშაობ. და ისინი უბრალოდ ცდილობენ დამარცხმუნონ, რომ კვირაში 5 დღე ვიმუშაო. და მე არ მინდა ეს. მომწონს, რომ 3 დღეს მოვდივარ, 100% ვდებ. ეს არის ის, რაც მინდა. და ეს არის ის, რაც დღეს ხალხს უნდა. მათ სურთ კონდეთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი სხვანაირად უნდათ გააკეთონ საქმეები, ვიდრე ჩვენ ვაკეთებდით. ეს მათთვის მუშაობს. კარგად ჯრერს სამდღიანი სამუშაო კვირა უნდა ვთქვა. ხოლო ბიზნესის მხარეს რა ხდება? ხედავთ, რომ ბიზნესებისთვისაც ასეა. ისინი კმაყოფილები არიან ამით. ხედავენ, რომ ეს მუშაობს. დიახ. და იცით, დღევანდელი ისრაელის პირობებში აუცილებელია მოქნილობა შრომის ბაზარზე. რადგან არ იცით დღეს რა მოხდება. იცით, სეზონურობა, ომები, რაც არ უნდა იყოს. იცით, საჭიროა გქონდეთ გეგმა, რომ ნებისმიერ დროს, როცა გინდათ, შეძლოთ მეტი მუშახელის დამატება ან მათი შემცირება. სწორედ აქ ვარ ჩვენ საჭირო. კი, ნამდვილად დააჭირეთ რილაქს ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა ამითოს თაიარ. თქვენ ხართ ექსტრასის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მადლობა, რომ იმიცვიათ. მადლობა. ეხლა გადავიდეთ აღმოსავლეთში, რადგან ჩინეთი ტექნოლოგიურ სუპერძალად ქცევის რბოლაშია. ეს ნათელი გახდა პეკინში, სადაც გლობალური ციფრული ეკონომიკის კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის სტარტაპებს, ქარხნებს და შრომის მომავალს. ალექს ლოსი მოგვითხრობს. ხელოვნური ინტელექტი მთავარი თემაა პეკინში ამ კვირაში, სადაც გლობალური ციფრული ეკონომიკის კონფერენცია მიმდინარეობს. და ორგანიზატორები ცდილობენ აჩვენონ, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ მოდა არ არის. ისინი აჩვენებენ, რომ ის უკვე გამოიყენება იმისთვის, რომ შეცვალოს ადამიანების მუშაობის სტილი და ზოგადად კომპანიების სტრუქტურაც კი. კონფერენცია აერთიანებს დელეგაციებს, ბიზნეს ლიდერებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს და ტექნოლოგიურ ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. და მთავარი ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობს ციფრული ეკონომიკის ინდუსტრიის გამოფენაც, სადაც სტუმრები ახლოდან ეცნობიან ამ ახალ ტექნოლოგიებს. ერთ-ერთი სფერო, რომელიც დიდ ყურადღებას იფრობს, არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მეწარმეობა. ახალი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ეხლა ერთი ადამიანი შეძლებს იმ სამუშაოს შესრულებას, რისთვისაც ადრე გაცილებით დიდი გუნდი იყო საჭირო. ეს შეიძლება მოიცავდეს კონტენტის შექმნას, ბრენდინგს, თქვენი ონლაინ ოპნის მართვას, ან თუნდაც მცირე ბიზნესის ნულიდან ბოლომდე განვითარებას. ერთ-ერთი სტუდენტური სტარტაპის წარმომადგენელი, ექსპოზე, ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ბევრად უფრო დიდ შანსს აძლევს იდეები რეალურ პროექტებად აქციონ. ეხლა მას შეუძლია საკუთარი კრეატიულობა თავად შექმნას. ახლა ადამიანები შეუძლიათ სრულად გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი, კრეატიული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მხარდაჭერით. ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს. მაგრამ ეს კონფერენცია მხოლოდ შემოქმედებსას და სტარტაპებს არ ეხება. ერთ-ერთ გამოფენაზე ნაჩვენები იყო ავტომატური შედუღების რობოტი. მას შეუძლია დაასკანეროს სამუშაო ადგილი, შეადგინოს შედუღების მარშრუტი და შემდეგ შეასრულოს დავალება. და როცა ის მუშაობს, აგროვებს მონაცემებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას რობოტების გასაუმჯობესებლად. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ტიპის ტექნოლოგიას ჯერ კიდევ სჭირდება დიდი რაოდენობით მონაცემები და ტესტირება, სანამ მას უფრო ფართოდ გამოიყენებენ. მაგრამ მიზანი ნათელია. მოიტანოს უფრო ჭკვიანი ავტომატიზაცია ქარხნებში, გააუმჯობესოს ეფექტიანობა და დაეხმაროს ტრადიციული ინდუსტრიების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ჩატბოტებთან ან ონლაინ ინსტრუმენტებთან ასოცირებს, პეკინში გზავნილი ბევრად უფრო ფართოა. ხელოვნური ინტელექტი არსად მიდის. პროგრამული უზრუნველყოფის შექმნიდან ერთპირიან სტარტაპ კომპანიებამდე და ქარხნის იატაკზე მდგომ მანქანებამდე. ალექს ლოსი იყო იქ. ეხლა გადავიდეთ ბიზნეს სიახლეებზე, რადგან Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის ეპოქის მასობრივი გათავისუფლებების ტალღას უერთდება და თითქმის 5000 სამუშაო ადგილს ანცირებს, რაც მისი გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 2.1% შეადგენს. მას შემდეგ, რაც პროგრამული გიგანტმა ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა თავისი სათამაშო იმპერიის ასაშენებლად, ახლა ის უფრო ფართო რესტრუქტურიზაციის ფარგლებში Xbox-ის განყოფილებას თავიდან აცვობს. ეს წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ ინვესტიციებს მოჰყვა, მათ შორის Activision Blizzard-ის გახმაურებულ შეძენასაც. ეს არის ვიდეო თამაშების გამომცემელი, რომელიც ისეთ პოპულარულ ფრენჩაიზებს ქმნის, როგორიცაა Call of Duty, World of Warcraft და Candy Crush. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ი ამტკიცებს, რომ თანამშრომლების შემცირება ხელოვნური ინტელექტით მათი ჩანაცვლების მიზნით არ ხდება, ხელმძღვანელები აღიარებენ, რომ ეს ტექნოლოგია ძიროულად ცვლის სამუშაო პროცესს.
ეს ნაბიჯი ხდება იმ დროს, როცა სხვა ტექნოლოგიური გიგანტებიც, მათ შორის Amazon-ი და Meta, ათასობით სამუშაო ადგილს ამცირებენ. ამავე დროს კი რეკორდულ თანხებს ხარჯავენ ხელოვნურ ინტელექტში და ეძებენ გზებს ეფექტიანობის გასაზრდელად და გაზრდილი ხარჯების დასაბალანსებლად. ეხლა გადავიდეთ ისრაელის სამუშაო ძალაზე, რადგან ისრაელის აყვავებულ ტექნოლოგიურ სექტორს მოულოდნელი პრობლემა შეექმნა. ის ძალიან ძვირი ხდება. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ გაძვირებულმა შეკელმა პირველად ისტორიაში ისრაელი პროგრამისტების დაქირავების ხარჯი ამერიკელ კოლეგებზე მაღლა ასწია. ინდუსტრიის ლიდერები აფრთხილებენ, რომ ეს ტენდენცია შეიძლება აიძულოს მრავალეროვნული კომპანიები სხვაგან გააფართოონ საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ინოვაციები კვლავ მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს იზიდავს. ინდუსტრიის ლიდერები ახლა მოუწოდებენ პოლიტიკის შემუშავებლებს იმოქმედონ მანამ, სანამ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა მზარდ ეკონომიკურ ტვირთად გადაიქცევა. და ამით დავასრულებთ, რადგან მიუხედავად ყველა სირთულისა, ისრაელის ეკონომიკაზე ისრაელის მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან. ახალი ანგარიშის მიხედვით გასულ წელს თითქმის 800 ისრაელი შეუერთდა $100 დოლარის მილიონერების რიგებს, ვის შედეგადაც ისრაელი მოხვდა მე-18 ადგილზე მსოფლიოში ზრდასრული მოსახლეობის სიმდიდრით, გლობალური სიმდიდრის სიის მიხედვით. ეს ზრდა ასახავს ფინანსური ბაზრების აღდგენას, უძრავი ქონების ფასების ზრდას და ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის მუდმივ ძლიერებას. მაშინაც კი, როცა ბევრი ისრაელი კვლავ ებრძვის ცხოვრების ხარჯების ზრდას. და ეს არის ყველაფერი, რისთვისაც დღეს დრო გვაქვს. და თქმა უნდა, ვულოცავ იმ 8,800 ახალ დოლარიან მილიონერს. მე ვარ თქვენი წამყვანი ლინ პლახმაიერი. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. შემომიერთდით მომავალ კვირას Innovation-ის სრულიად ახალ ეპიზოდში. გისურვებთ კარგ დღეს, სადაც არ უნდა იყოთ თელ-ავივიდან.